მოგესალმებით მეგობრებო, China Cars.G, ეს არის უკვე მეორე დღე ჩვენი გამოფენაზე სეირნობის და მიმოხილვების. გამოფენა უნდა ყოფილიყო 21-დან 24-მდე. გუშინ იყო მედია დღე, იყო ბევრი ხალხი, თქვენ ალბათ ნახეთ უკვე. 22, 23 იქნება ეგრეთ წოდებული პროფესიონალური დღეები და 24-დან უკვე გადაიტანეს 30-მდე გაწელეს გამოფენა. უნდა ყოფილიყო 21, 24, ეხლა არის 21, 30. უკვე დღეს, პროფესიონალურ დღეს რო ეძახიან, უკვე გუშინდელთან შედარებით ალბათ 3-ჯერ, 4-ჯერ უფრო მეტი ხალხია. ჩვენ მაინც მაქსიმალურად ვეცდებით ყველა ავტომობილი გაჩვენოთ, შევეკვეხებით, გავწევთ ხალხს, მაინც გაჩვენებთ. დღეს გაჩვენებთ Zeekr 7X-ის რესტაილინგს, დღეს გაჩვენებთ ახალ 001 Zeekr-ს და რასაც მოვასწრებთ კიდე დღევანდელ დღეს. ვეცდებით, ძალიან ბევრი ხალხია, ეხლა კი წავედით. გინდა იყიდო ავტომობილი ჩინეთიდან, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო? არ ინერვიულო, ჩვენი სერვისი China Cars-ში ყველაფერს გაგიმარტივებს. უბრალოდ აირჩიე სასურველი ავტომობილი და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. შედი საიტზე, შეავსე განაცხადი და მორჩა. ჩვენ თანამშრომლობთ ყველა ეტაპზე. დაგეხმარებით შერჩევაში, დოკუმენტაციაში, ტრანსპორტირებაში და მანქანას პირდაპირ შენს კართან მოგიყვანთ. ჩვენთან ყოველთვის გამჭვირვალე ფასებია. არანაირი დამალული საკომისიო და სრული გარანტია პროცესის ანდოობაზე. China Cars-G შენი მარტივი და უსაფრთხო გზა ჩინური ავტომობილისკენ საქართველოში. სამწუხაროდ ტექნიკური ხარვეზების გამო გამოფენაზე მხოლოდ Zeekr 9X-ის სტენდთან არ ჩაიწერა ხმა, მაგრამ არ ინერვიულოთ გამოფენის შემდეგ ვეწვიეთ Zeekr-ის ოფიციალურ ავტოსალონს, სადაც გადავიღეთ Zeekr 9X-ის სრული მიმოხილვა და ტესტ-დრაივი, რომელსაც სულ მალე იხილავთ. ხოლო ეხლა გადავხედოთ თუ კიდევ რა ავტომობილები იყო წარმოდგენილი Zeekr-ის სტენდზე. ხედეთ რამდენი ხალხია ირგვლივ გადატენილია. გუშინ გვეგონა რომ ბევრი ხალხი იქნებოდა და აღმოჩნდა რომ თურმე გუშინ არავინ არ იყო. მეგობრებო, მოვედით Zeekr-თან 7X-თან, მინდა გაჩვენოთ 7X-ი, მისი რესტაილინგი ეგრეთ წოდებული, გამოვიდა ახალი ვერსია. ორიოდე სიტყვით მოგიყვებით თუ რა შეიცვალა ამ ავტომობილში, მაგრამ სანამ მოგიყვებით რა შეიცვალა ამ ავტომობილში, მინდა შეგახსენოთ, ესე იგი ტელეფონების ანალოგიის მიხედვით. Zeekr-ს ადრე ყველას ჰქონდა ესეთი რაღაცა, ეხლა Zeekr-ს აქვს სიტყვები Pro, Maxi, Ultra და ასე შემდეგ და განსხვავდება კომპლექტაციები და კომპლექტაციას უმეტეს შემთხვევაში ქვია Pro, Maxi, Ultra და Hyper-იც მიემატა. ეხლა კონკრეტულად ამ ავტომობილზე რა შეიცვალა წინა 7X-სა და ამ 7X შორის? ჯერ ეს ერთი გაიზარდა ელემენტების არქიტექტურა. გახდა 900 ვოლტიანი არქიტექტურა. შემდეგ შეეცვალა ცოტათი დიზაინი, გახდა შედარებით უფრო აგრესიული. მე ესე მომეჩვენა, არ ვიცი, შეიძლება თქვენც ესე მოგეჩვენოთ. დაემატა ფერები, დაემატა ინტერიერის, სალონის ფერი, სტაფილოსფერი, ადრე ესეთი რაღაცა არ იყო, არ შეიძლებოდა, ეხლა შეიძლება. შეგიძლიათ უკვე შეუკვეთოთ 21-იანი დისკები Brembo-ს სამოხრუჭე სისტემით. უფრო სწრაფი პროცესორი აქვს, ცენტრალური კომპიუტერის უფრო სწრაფად მუშაობს და რაც თავარია, როგორც ყოველთვის, როგორც წინაზე შეგეძლოთ გეყიდათ ერთმოტორიანი ვერსია, შეგეძლოთ გეყიდათ 4x4-ზე. რას გვაძლევს დღევანდელი ელემენტი ამას? ესე იგი, უკანა წამყვანით, ახალი ელემენტით, რომელიც იქნება 103 კილოვატ-საათიანი, ავტომობილს შეუძლია გაიაროს 801 კილომეტრი. თუ იგივე ელემენტით იქნება 4x4-ზე, გაივლის პლუს-მინუს 715 კილომეტრს. მაგრამ იცით, ფასში დიდი განსხვავება არ არის, რა თქმა უნდა, როდესაც გაქვთ საშუალება, რომ 103 კილოვატიანი ელემენტი ამოირჩიოთ, ალბათ ისევ და ისევ ყველა ამოირჩიოს 103 კილოვატიანს. ორბლებზე მოგიყევით ფერები, პროცესორი, სალონი, ინტერიერი, სილამაზე. ეხლა ვნახოთ რა ხდება შიგნით. გავაღოთ კარები. თუ გახსოვთ ადრე რა ხდებოდა. ესე იგი, ადრე იყო რევიუში ყავდა ავტომობილი, რომელსაც სახელური გამოდიოდა გარეთ, ადებდით ხელს, კარები იღებოდა. ეხლა რა თქმა უნდა ამ ვერსიაში ყოველ შემთხვევაში გვაქვს როგორც 001-ში კარები იღება ავტომატურად. ანუ ღილაკის დაჭერით, წინა ვერსიასთან შედარებით, ჩემი სუბიექტური გადმოსახედიდან უფრო ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ზიხართ სედანში. მიუხედავად იმისა, რომ ისევ და ისევ ეს არის crossover-ი, მაინც გრძნობა არის თითქოს ზიხართ
რაღაცნაირ სპორტულ სედანში. უფრო მეტი აგრესიული ინტერიერი აქვს. შიგნითაც რა თქმა უნდა ადრე იყო ოთხკუთხედი მფრინავი პანელი შუაში, ეხლა ცოტა ფორმა შეეცვალა, ცოტათი წვრილდება. ანუ დაიხვეწა დიზაინი. ძალიან გემრიელი მოსაკიდებელი ისა აქვს, რა ქვია, მასალა აქვს სავარძლის. სასიამოვნო მოსაკიდებელი. ნუ, მაინც 7X-ია. დაუჯდები ჩემს უკან. ნახოთ აბა თუ შეიცვალა რამე. შეიცვალა. იცით, შთაბეჭდილება რჩება, რომ უფრო მეტი ადგილია. ადრე იყო 2 მუშტი, ეხლა არის 2 მუშტი და კიდე მიახლოებით 4 სანტიმეტრი მიემატა. უფრო დიდი სივრცეა, თითქოს ისევ და ისევ სუბიექტური გადმოსახედიდან უფრო დიდი სივრცეა. შეხედეთ. ჩვენ არაერთხელ გავამახვილეთ წინა ვიდეოში და გავამახვილებთ იმის შესახებ, რომ დამატებითი ოფციით შეიძლება შეიძინოთ მონიტორი, რომელიც არის მაგიდის უკან. ანუ ეს არის მაგიდა და მის უკან არის მონიტორი. ეს არის დამატებითი ოფცია ავტომობილში, ჩაქრა მონიტორი, შემიძლია, აი, შეხედეთ მონიტორი გამოდის, მოკლედ ეს მონიტორის მოძრაობს და რა თქმა უნდა, სტანდარტულ კომპლექტაციებში ეს არა აქვს, მონიტორი და მაგიდა არა აქვს, სტანდარტულ კომპლექტაციაში არა აქვს მაცივარი სალონში, ინტერიერში მაცივარი. უკან რა თქმა უნდა, მასაჟები, გათხოვები, ყველაფერი, ეს არის დამატებითი ოფციები. მაქსიმალურში თქვენ მიიღებთ მაცივარს, თქვენ მიიღებთ მაგიდას, ეკრანს და უკანა სავარძლების მასაჟს. თითქოს გაიზარდა უკანა სივრცე ამ ავტომობილში. მე ესე მომეჩვენა წინასთან შედარებით. შევხედოთ რა ხდება სავარგულში. ღილაკი რატომღაც იმ ადგილას აღარ აქვს, სადაც ქონდა ადრე. არა, იქვე აქვს უბრალოდ. შავზე არ გამოჩნდა. არა, იცით, საბარგული იგივე ზომაა. პრაქტიკულად არაფერი არ შესულა, რატომ მომეჩვენა რომ უკანა რიგზე უფრო მეტი ადგილია, არ ვიცი, შეიძლება მართლაც უფრო მეტი ადგილია, მაგრამ ისევ და ისევ ყველაფერი სტანდარტულად 220 ვოლტიანი დინამიკები და მართვა ავტომობილის აქედან. აწევა, ჩაწევა, ზევით ქვევით და უკანა სავაზლების დაკეცვა და გახსნა რა თქმა უნდა. ზომით ვიზუალურად ცვლილება საბარგულში არ არის. რა თქმა უნდა, დიდი რაოდენობის კამერები. საერთოდ მე რომ მკითხოთ, უფრო გათანამედროვდა, უფრო თანამედროვე გახდა. უფრო მეტად მაგონებს ზიკრ 001-ის პირველი არა და მეორე ვერსიის ინტერიერს შიგნით, გარედან თუ გახდა უფრო ბრუტალური ვიდი შედარებით, შიგნით მაინც ცოტათი დაიხვეწა რა. ესეც 7X-ი. ეხლა წამოდით ვნახოთ სხვა ინტერიერები, სხვა ფერები. კი, ეს საკმაოდ ლამაზი ფერია, მაგრამ მე უფრო მომწონს აი ეს მწვანე ფერი. შეხედეთ რა ლამაზია. ზიკრის დიდი სამუხრუჭე სისტემა. მოდით შევხედოთ ამ ინტერიერის ფერს. ესეთი ინტერიერი ადრე არ ქონდა. ვერც შევიძენდით ამ ფერის ინტერიერს. ეხლა უკვე გვაქვს საშუალება ესეთი ფერი ამოვირჩიოთ. ძალიან უხდება სხვათა შორის ესეთი ფერი, მე ძალიან მომწონს. აი, რას ვაქცევდი ყურადღებას. წინა ვერსიაში აი ეს ადგილი იყო ცოტათი უფრო ოთხკუთხედი, ვიდრე აქ მგონია რომ უფრო დაწვრილდა. ამასობაში ორივე მხარეს ტელეფონისგან ადრეც ესე იყო, არაფერი ზედმეტს არ ვიტყვი, ახლა ადრეც ორივე მხარეს ტელეფონი იტანებოდა და ამჟამად სალონის მასალა არის თან რბილია. თან სასიამოვნო მოსაკიდო ტექსტურული რაღაც ვერ ავხსნი როგორი მასალაა. არც ტყავი არ არის და არც ნაჭერი. აი რაღაცა ალკანტარასა და ტყავს შორის არის. მაგრამ რაც თავარია, დაიხვეწა, აშკარად დაიხვეწა. აშკარად უფრო
სპორტულად გძნობთ თავს. უფრო სპორტულად გძნობთ თავს და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საკმაოდ მყარად არის. აქ რა გვაქვს? ვიღაცა ტელეფონს ტენის. არა, ძალიან კარგი ავტომობილია, მაგრამ ეთყობა აკლდა ეს დახვეწვა და დაიხვეწა კიდევაც. აი რაზღებულობთ, კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას დამატებით ფასად. გავაღოთ ეკრანი. გამოვიდა ეკრანიც, გამოვიდა. ანუ რაღაცეებს აქ ვაკეთებთ. ვაჭერთ თუ არ გვინდა ეკრანი წავა და დარჩება მაგიდა. მაცივარი 1, 2 ბოთლი და 2 კილა შევაშიგნით ან 4 ბოთლი ერთი მეორეზე. პატარა წყლის ან სხვა ბრენდის სასმელების ბოთლები არ დავასახელებ, რეკლამას არ გავაკეთებთ. უზარმაზარი პანორამა, დიდი ადგილია, შიგნით აი მართლა დიდი ადგილია. ისევ და ისევ, რა მინდა ვთქვა, თუ თქვენ მანამდე არ გივლიათ, არ ჩამჯდარხართ წინა ვერსიაში, დიდ განსხვავებას ვერ ნახავთ. ანუ კონკრეტულად უნდა იცოდეთ თუ რა არის წინა ავტომობილი, რომ შემდეგ დაინახოთ რეალური განსხვავებები ინტერიერში და ექსტერიერში. რაც ეხება, რა თქმა უნდა, გარბენს, რომ უკვე 800 კილომეტრსაც გაივლის ეს ავტომობილი, უფრო მეტი ცხენის ძალები აქვს და ტექნიკური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროცესორი უფრო სწრაფი აქვს, ჩიპი უფრო სწრაფი აქვს, სიხშირე, არქიტექტურა, ეს უკვე შიგნით, ეს უკვე ისეთი რაღაცებია, რასაც თქვენ ყოველდღიურ მოხმარებაში არ აქცევთ ყურადღებას. თქვენ რომ მანქანას ყიდულობთ, ხო აშკარად განსხვავებაში ეძებთ, რითი განსხვავდება გარედან, თუ ორივე ერთნაირად გამოიყურება, თითქმის ერთნაირად გამოიყურება, მხოლოდ ერთეულები ჩაეძიებიან შიგნით რა ხდება. თქვენ ალბათ ვიზუალურად უკვე წარმოგიდგენიათ თუ რაოდენ დიდი მოცულობა არის შიგნით. აი წარმოიდგინეთ, ხელები შემილია ვაქნიო, იქით-აქეთ დიდი გადმოვდივარ. არა, ნორმალურად გადმოვდივარ. არ მინდაო და ხო, აჰა, დავიხურებიო. დაიხურა. მე ძალიან მომწონს ეს ფერი, ძალიან ლამაზი ფერია. არ ვიცი კამერა ამას როგორ გადმოსცემს, მაგრამ ბზინავს, ჭყვიალებს. ეს არ არის ის ფერი, ვიღაცა რო იტყვის, აუ რა ფერია, მიტყდება მწვანე ხო არ არისო. კამერაში ალბათ არ ჩანს, მაგრამ არის აი არც ტეხავს და არც ყვირის. ლამაზია, სასიამოვნოა თვალისთვის და ძალიან უხდება სხვათა შორის სტაფილოსფერი ინტერიერი კონკრეტულად ამ ფერს. აი კიდევ ერთი ფერი. და შეხედეთ რა გაჩვენოთ. ესეთი ფერი იყო წინა ვერსიაში, როგორც მე მახსოვს. ეს არის მელნის ფერი. ანუ ფერის გარდა განსხვავებას ახლა ვერაფერს ვეღარ გეტყვით უკვე, იმიტომ რომ ეს არის გემოვნების აი შეხედეთ ისევ და ისევ, მოდით შეხედეთ, გვიჩვენებს ხალხს, რომელიც მოძრაობს ირგვლივ. გვაჩვენებს რა, ვინსად მოდის, როგორ მოდის და ასე შემდეგ. რაღაცებს გვიყვება თან ჩინურად, რა თქმა უნდა. და აბა ვნახოთ, კი, რა თქმა უნდა. სხვა ფერი, სხვა ინტერიერი, როგორც გითხარით, ეხლა ემატება ბევრი ფერები. გძნობს რომ ადამიანი დგას და რო არ დაეჯახოს სენსორმა გააჩერა კარები. აი შეხედეთ ეკრანი რომელიც არის შუაში, ეგრეთ წოდებულ armrest-ზე, ხელის ჩამოსადებზე. ეკრანი და მაგიდა რომელიც არის წინა სავარძელში. და შეხედეთ ეს არის უკვე ლამაზი შედარებით სხვადასხვა დიზაინის. აი დღეს გაჩვენეთ 3 სხვადასხვა დიზაინის დისკები. ეს არის აი მესამე დიზაინი. თუ გახსოვთ, ჩვენ გქონდა მიმოხილვა ზიკრ 007-ის და პრინციპში ბევრი რამე მოგიყევით ამ ავტომობილის შესახებ, მაგრამ ეს კონკრეტულად არის 007-ის ვერსია GT, Gran Turismo, როგორც ვიცით. რას ნიშნავს GT ვერსია? ეს არის hatchback-ი, ამ შემთხვევაში სამოგზაურო ვერსიად არის გაკეთებული ზევიდან. Roof-box-ი აყენია, ველოსიპედი იქიდან, სამაგრები დგება ჩვეულებრივად. მოდით ვნახოთ როგორი ინტერიერი აქვს. იგივე 007-ია. მე ვამჩნევ ცოტათი ცვლილებას ინტერიერში, ცოტა რაღაც სალონის ინტერიერის რაღაცა ცვლილებები აქვს. ვნახოთ რა ხდება უკან. წინა
ანუ ჩაულებრივ 007-ში მე მიჭირდა ჩაჯდომა, იმიტომ რომ თავს მასე თუ ისე მაინც ურტყავდი სახურავს. აბა ვნახოთ რა ხდება Gran Turismo-ში. აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა. მაღალი სახურავი აქვს. მე კომფორტულად ვეტევი, თავს აღარ ურტყავ, თავამდე სახურავამდე ამდენი დამრჩა. ფეხებისთვისაც წინა ვერსიაში მახსოვს, რომ ესე იგი ადგილი არ მქონდა იმისთვის, რომ ფეხების აწამეღო არ ვიცოდი, აქ თავისუფლად ყველაფერი. დიდია. იგრძნობა, რომ რეალურად უფრო დიდია. ზოლი ესე ფერს იცვლის, შიგნით თითქოს რაღაცნაირად ღრმად არისო, თითქოს ცა არის, რაღაც galaktikis ვარიანტია. და ამ ავტომობილის მთავარი, ასე ვთქვათ, დანიშნულება ეს არის ის თუ იყოს სედანი, მე ძალიან მომეწონა 007, ძალიან მოვირგე. ეს რა თქმა უნდა არის hatchback-ი, Gran Turismo. რაც გვაძლევს ჩვენ შეხედეთ, უკვე გათვლილია GT-ისთვის რელსები, რომელზეც დგება სხვადასხვა მოწყობილობები და აქ ფიქსირდება. გვერდებზე სპეციალური რეზინის სამაგრები. რა გვაქვს ქვეშ? ღრმა იატაკი. ერთი ჩასადები დამატებითი კიდევ აქა. აქ უკვე აღარ. ანუ ერთი ჩასადები აქ, ერთი ჩასადები აქ, საკმაოდ ღრმა. თვითონ ეს რელსებით ყველაფრით აქ როგორც ხედავთ არის ლუკი, რომელშიც ჩავდებთ მაგალითად ამ ბავშვს. იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ხვდება. შევტენით ლუკში, შიგნით დაათვალიერებს, კაკას კაი საქმესაც გავაკეთებთ, ჩაიხედავს შიგნით, ხო აინტერესებდა არა, შეხედავს. ლუკი დამრჩა ღია. რას იზავ? მეორე ვარიანტი. იგივე GT, იგივე Gran Turismo, იგივე 007, უბრალოდ სხვა ფერში და ჩვენი გადმოსახედიდან როგორც ჩანს ამ მანქანებს შორისაც რაღაცა განსხვავება არის უკანა ფრთაში, ინტერიერის ფერებში რა თქმა უნდა. აი მე მგონია რომ აქ უფრო კარგად გამოჩნდება ის თუ რა ზომებზე არის საუბარი. აი რა გემრიელად ვზივარ შიგნით. იმაში ჩვეულებრივ 007-ში ნორმალურად ვერ ვეტეოდი უკან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონს 007 და ძალიან მოვირგე ეს ავტომობილი მე. ამ კონკრეტულ ვერსიას ელექტროკარებები არ აქვს. ანუ თვითონ არიღება, არ იხურება, თორე ისე ელექტროა. ჩვენთვის ყველაზე საყვარელი, კიდევ ერთხელ გავემეორებ, ყველაზე კარგი სამოგზაურო და დიდი ზომის ვარიანტი ეს არის Gran Turismo, ეს არის hatchback-ი. ესეც 007 უკაცრავად, ესეთ ვერსიაში, რომელიც ჯერ არ გადაგვიღია. ეს არის მესამე თაობა Zikr 001. რა შეიცვალა? გავიხსენოთ. 900 ვოლტიანი ელემენტის არქიტექტურა, 925 ცხენის ძალა, დიზაინი შეიცვალა, განახლდა ინტერიერი, გაუჩნდა კარბონის ხუფები სარკეებზე. კონკრეტულად ამ ვერსიას არ აქვს, მაგრამ ასევე არსებობს კარბონის ფრთა უკან, ეგრეთ წოდებული სპოილერი. ინტერიერი ცოტათი შეიცვალა, გალამაზდა, დაიხვეწა. ეს არის მესამე თაობა Zikr 001-ის. ეხლა უკვე ღებულობთ 925 ცხენს. აი ამ ჩვეულებრივ თითქოს სერიულ ავტომობილში. ნახოთ რა ხდება შიგნით. ამის სავარძლის მასაჟი მოდის აი აქამდე. წარმოგიდგენიათ ეს ზურგი და წელი და ზედა ნაწილი კი არა, უკვე აი აქამდე მოდის მასაჟი. ნუ კარგით, მასაჟ თავი დავანებოთ, სათამაშოებია. ესე იგი, რა ხდება აქ? ამ ავტომობილს აქვს უკან relax mode. ინტერიერში დიდად არაფერი არ შესულა, მე ძალიან მინდა გაჩვენოთ თუ რა ხდება უკან. იგივე ძალიან კარგი, ძალიან მშვენიერი. ნახეთ რა გაჩვენოთ, ეს არის ცა. ვარსკვლავებიანი ცა. ვარსკვლავმა ჩაიფრინა. მოკლედ
რომ გვახსოვს წინაზე ვერსიაზე ქონდა ეგრეთ წოდებული, რომ ეძახიან გაზის შუშა, სადაც იცვლებოდა ჩაბურვა, ასე ვთქვათ, სახურავის ზევით, აქ გაგვიჩნდა უკვე ვარსკვლავებიანი ცა. წინაზე არ ქონდა აი ეს და ეს არის relax mode. ეს არის relax mode, ვაჭერ relax. წავიდა წინა სავარძელი წინ, როგორც ხდება ხოლმე სხვა ავტომობილებზე, რა თქმა უნდა. წავიდა, გამოვა ფეხის ჩამოსადები. მოდით გაჩვენოთ. გამოვა ფეხის ჩამოსადები, აი აქედან წავიდა, იქიდან ჰაერი უბერავს ქვევიდან. ესე იგი, აი რას ნიშნავს? ოპა. ოპ. ნუ როგორ აგიხსნათ ხა 191 სანტიმეტრის შემთხვევაში თლად ვერ დაწვევდი ადამიანი დაწვევი, მაგრამ ნუ ისე კომფორტულად ვერ იგზნობ თავს, აი ესე. მაგრამ თუ ხართ მაგალითად 185 სანტიმეტრის სიმაღლის, შვენივრად ჩაჯდებით ამ ავტომობილში, წაიძინებთ კიდევაც, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად სპორტული ავტომობილი გამოდის Zikr 001. სასიამოვნო ფერია, რაღაც კრემის ფერი ინტერიერი აქვს. ესე იგი, განსხვავებები, განახლებული ექსტერიერი, განახლებული ინტერიერი, 900 ვოლტიანი ელემენტი, 920 და რაღაც ცხენის ძალა, უფრო სწრაფი, უფრო ლამაზი და დამატებითი ფუნქციები აქვს ავტომობილს, ისეთი როგორიც არის relax mode უკანა სავარძელზე და ვარსკვლავებიანი ცა, რომელზეც უბრალოდ წერტილები კი არა, ვარსკვლავები დაფრინავს და ასე კომეტები და ასე შემდეგ. ესეც ჩვენი განახლებული მესამე თაობის Zikr 001. გავაგრძელეთ. მეგობრებო, ჯილიმ მოიფიქრა ესეთი რაღაცა. გააკეთა ერთი ბაზა და ეხლა ვართ Lynk&Co-s სტენდთან. ეს არის Lynk&Co 900, რომელიც პრაქტიკულად არის Zikr 9X-ი, უბრალოდ შედარებით სხვა კომპლექტაციაში და ღირს $40,000. რაზე არის საუბარი? ერთ ბაზაზე დგას 3 ავტომობილი, საშუალო სეგმენტი ეს არის Lynk&Co, პრემიალური სეგმენტი არის Zikr, ხოლო Geely M9 არის შედარებით დაბალი სეგმენტი ავტომობილის, მაგრამ ერთი და იგივე ბაზაა, ძალიან გავს გარედანაც ყველა ერთმანეთს. ჩავჯდები ახლა შიგნით გაჩვენებთ რაზეა საუბარი. გახსოვთ როგორ ვჯდებოდი Zikr 9X-ში? ხელების გარეშე. Sorry. ჩავჯექი. შეხედეთ რა მხელა მონიტორი მაქვს შიგნით. ცოტათი რა თქმა უნდა განსხვავდება, ეს არის მაინც Lynk&Co, ის არის Zikr 9X-ი. უზარმაზარი მონიტორი, კამერა, ეს კამერა იმისთვის არის, რომ წინ მძღოლმა სარკეში ან მონიტორზე დაინახოს თუ რა ხდება უკანა ნაწილში სალონის. რა თქმა უნდა, პანორამა აქ, ლიუკი პანორამა იქით, მოკლედ მთელი ამბები, მაცივარი ეკრანები, ყველაფერი და რა თქმა უნდა, მაგ გვაქვს მესამე რიგი. ბევრს არ ვილაპარაკებ, პრაქტიკულად იგივეა, რაც 9X-ი, ოღონდ უფრო იაფიან ვერსიაში რა. გაბარიტები, ზომები და საერთო კონცეფცია აქვს ერთი და იგივე ამ სამ ავტომობილს. კინაღამ თავი გამიტეხა. მე კიდე თავის გატეხვა მინდა. თუ მაგალითად ბიუჯეტი $40,000 და ყავთ დიდი ოჯახი, შვენივრად გამოგადგებათ Lynk&Co 900, რომელიც არის პრაქტიკულად Zikr 009, უკასრევად Zikr 9X-ი და შეხედეთ ნახეთ რა შეიძლება მოხდეს ამ ავტომობილში. ხო, 3 რიგი აქვს. ანუ მე შემიძლია ჩავჯდე აქ. დაჯდება ჩემ წინ ადამიანი. ერთადერთი მაგი და გვაკლია აქ იმისთვის, რომ კონდეს საკმაოდ კომფორტული სიტუაცია. ესეც ესე.
რა თქმა უნდა, წინა სავარძელი ეხლა ძალიან გაწეულია წინ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მე რომ ეს სავარძელი მივწიო, იქნება საშუალება იმისი, ჯერ არ ვიცი, შეუძლია თუ არა ამ ავტომობილს მოძრაობა ესეთ კომპანიობაში, ესეთ უკაცრავად, ესეთ ვერსიაში, მოტრიალებული სავარძელით, მაგრამ ამას გავარკვევთ და აუცილებლად გეტყვით. გავედით გარეთ. ვიკითხეთ და გავარკვიეთ, თურმე ოდნავ გაწევთ წინა და უკანა სავარძელს. Oh, sorry. It's okay. გაწევთ წინა მეორე რიგის სავარძელს წინ, გაასწორებთ ისე რომ შეძლებთ დაჯდომას და ავტომობილს შეუძლია მოძრაობა მოტრიალებული სავარძლებით. გავარკვიეთ, ხო შეკრიბით? გავარკვიეთ. შეუძლია. ესე იგი რა შეუძლია ისევ იმ Lincoln Co 900-ს. ვზივართ ესე, რაღაცის გაკეთება გვინდა. ვაჭერთ ღილაკს, მაგალითად აი ამას, შუა ღილაკს. რა ხდება? წინა სავარძელი გაიწია ოდნავ წინ, შუა სავარძელი იწყებს მოძრაობას. თუ იცით რატომ, მე არ მჯეროდა ამის, მაგრამ აღმოჩნდა თურმე რომ ესეთი ფუნქციონალისთვის არის ეს განკუთვნილი. მიიყვანეთ ავტომობილი სადღაცას ხიდთან მაგალითად ან წყალთან, აიღეთ ანკესი, ჩამოჯექით, შეგიძლიათ ესეც გამოწიოთ წინ ფეხები, დაიჭირეთ მაგალითად ანკესი და თევზაობთ. ასევე მეორე სავარძლის მოტრიალებაც შეიძლება და გამოდის რომ თუ გვინდა ერთი სავარძელი იქნება მოტრიალებული ზურგისკენ, ერთი იყურება წინ. ამის რეგულირებას თუ რომელი სად იყურება და რომელი სად მუშაობს, რა თქმა უნდა ვირჩევთ ჩვენ. ესეც ჩვენი Lincoln Co 900, რომლის ფასიც არის $50,000-მდე. რა სიტყვით? ეს არის Lincoln Co 10, რომელიც, როგორც ჩვენ ვიცით, აწყობილია იგივე ბაზაზე, რომელზეც არის აწყობილი Zikr 007. მაგრამ, როგორც ვიცით, Zikr 007 არის სრულად ელექტროავტომობილი, ეს არის Lincoln Co, როგორც ვიცით, ყოველთვის ჰიბრიდული ავტომობილები. ამ ჰიბრიდულ ავტომობილს გვაქვს არჩევანი ამ ავტომობილებში ორი ვერსია. პატარა ელემენტით, რომელიც არის 18 კილოვატ-საათიანი, რომელიც გაგვრის 120 კილომეტრს და 38 თუ არ ვცდები კილოვატ-საათიანი ელემენტი, რომელიც გაგვრის 240 კილომეტრს. 530 ცხენის ძალა აქვს. ორ მოტორიანი, ანუ 4-4-ზეა, 530 ცხენის ძალა და 170 ცხენის ძალა აქვს 1 და 5 ლიტრიან მოტორ გენერატორს. 4-4-ზე საკმაოდ დიდი ზომა, ისევ და ისევ გავს სედანს, უпроსტოდ liftback-ს, მაგრამ არის სედანი. საკმაოდ ეფექტური, ლამაზი ავტომობილია. ეს არის Lincoln Co 10, არ დაგვავიწყდეს. ნახოთ, რას წარმოადგენს Lincoln Co 10. ინტერიერი. ვაუ. Lincoln Co 10-ის ინტერიერი, რა თქმა უნდა, განსხვავდება 707-ისგან. არის გასაკვირია, მაგრამ საკმაოდ მაღალი ხარისხის მასალისგან არის. სიამოვნებს ხელს მოკიდება. ეს არის დეფლექტორები. აქედან უბერავს ჰაერი. ანუ ეს ამოდის, გამოდის აი ეს ნაწილი, რომელიც დინამიკი გონია ყველას, ამოდის ზევით და უბერავს ჰაერი. პატარა წვრილი მონიტორი გვაქვს აქ. დიდი მონიტორი, რა თქმა უნდა, შუაში. უკვე ყველაფერი მასაჟი, ნებისმიერ მანქანაში პრაქტიკულად რომელშიც ჯდები, უკვე ჩართულია მასაჟი. უზარმაზარი თელს ბოლომდე, საბარგულამდე აქვს პანორამული სახურავი. თან როგორ მუშაობს ეს ყველაფერი? პანორამა მთავრდება აქ, იმიტომ რომ ეს სინამდვილეში liftback-ი არ არის, ეს სედანია. რა ხდება უკან? ვიჯექი წინ, გზნობდი თავს კომფორტულად, მოკლედ და კონკრეტულად ვზივარ უკან, ჩემს უკან, გზნობ თავს კომფორტულად. საკმაოდ დიდი ადგილია ფეხებისთვის, მუშტი. თუ ჩავიწევი, მაინც არ ვედები, მაინც შვენივრად გზნობ თავს. ანუ გამოდის რომ შიგნით მოცულობა საკმარისი აქვს. ნახოთ რა ხდება საბარგულთან, ანში. თუ ვიპოვი, ნახეთ, სადა აქვს ღილაკი. Lincoln Co. უნდა დავჭირო O-ს.
და გაიღო საბარგული. როგორც ხედავთ, ეს არის სედანი. ეს არის სედანი, საკმაოდ ღრმა საბარგული აქვს შიგნით. რის ხარჯზე, სედანის ხარჯზე, რა თქმა უნდა, პანორამა მოდის ბოლომდე. გამიკვირდებოდა ელექტრო საბარგული რო არ ქონოდა. ეს სხვათა შორის აქამდე არ მინახია. 100-ში აქვს. თუ არ იცი, ვერ მიხვდები თავიდანვე. ესეც ჩვენი ლინკენკო 10. მოგეწონათ? მოგწერეთ კომენტარებში, მოგეწონათ თუ არ მოგეწონათ. მორჩა მეორე დღე გუანჟოს ავტოგამოფენაზე. ბევრი გადავიღეთ, ისევ გავიარეთ 6-7-8 კილომეტრი. ხვალ დავიწყებთ ამ ადგილიდან. აქ არის ლიფტ მოტორი, აქ არის რა არის ჯაკი, რა თქმა უნდა, ლისანი და ხვალ დავიწყებთ ლისანის სტენდიდან. ხვალინდელი დაიწყება, ეს იქნება დღე ნომერი 3, დაიწყება ლისანის სტენდიდან. ლისანებს ყავს რესტაილინგ ვერსიები თავის ავტომობილების, ყველას ვნახავთ. გავაკეთებთ დიდ რევიუს, მაგრამ არ დაგავიწყეთ ისევ და ისევ, მოგწერეთ კომენტარებში თუ რისი ნახვა გინდათ, სანამ ჩვენ აქ ვართ, რისი მიმოხილვა გინდათ, რომ გადავიღოთ უფრო ვრცლად, თუ გაინტერესებთ რომელიმე კონკრეტული ავტომობილი ან კონკრეტული ბრენდი, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვისვით ლაიქები და შევხვდებით ერთმანეთს ხვალ გუანჟოს ავტო გამოფენაზე. კარგად.